შეიძლება თუ არა ფითრა მივცეთ იმას, ვინც არც მარხულობს და არც ლოცულობს. საკმაოდ ბევრი სვამს ამ შეკითხვას. თვითონ მუსლიმებო, ფითრასთან და ზეკატთან დაკავშირებით ყურანში, სუნნეთში საუბარი არის, რომ ეს უნდა მივცეთ ღარიბ მუსლიმს. ღარიბ მუსლიმს. იქ არ არის დაკონკრეტებული, რომ აუცილებლად მარხულობდეს ან აუცილებლად ლოცულობდეს. მაგრამ იმ დროს მუსლიმი, ვისაც ერქვა, ის აუცილებლად მარხულობდა, აუცილებლად ლოცულობდა. ანუ ნამაზის გარეშე მუსლიმი არ არსებობდა. ეს ავტომატურად ასეთნაირად იყო იმ დროსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ სასურველი აუცილებელია იყოს მუსლიმი და ღარიბი, მაგრამ მეორე უფრო დაწვრილებით თუ ვიტყვით, სასურველია იყოს მლოცავი და მკითხა. თუ ასეთი არ მოიძებნება, რა თქმა უნდა, მივცემთ იმას, ვინც მუსლიმია და ღარიბია. ნახეთ ახლა რა ხდება. შუამოვალი ალეისალათუ ვესალამი გადმოგცემს ერთ-ერთ ასეთ ჰადისს, ესეთ ჰადისში გადმოგცემს იგავს, ანუ მაგალითს. რომ ერთი კაცი ადგება და ღამით სახლიდან გავა, იმ ნიეთით, რომ ვინმეს მისცეს სადაყა, მოწყალება. სახლიდან გასული ქუჩაში პირველი ვინც შეხვდება, მას მისცემს მოწყალებას. თურმე ეს ადამიანი იყო ქურდი. შემდგომ ხმა გავა ხალხში, რომ წუხელ ვიღაცას ქურდისთვის მოწყალება მიუცია. ეს ამბავი ამ ადამიანთანაც მივა, მაგრამ ეს კაცი ამბობს, რომ ალჰამდულილლა, მე გულწრფელად ალლაჰის ხათრისთვის გავეცი. ალჰამდულილლა, მერთმა თუ ეს ჩემი სადაყა ქურდს გაუხადა ნასიბი, შეარგოს ღმერთმა. ამეღამ კიდევ უნდა გავცეო. მეორე დღეს კიდევ გადის სახლიდან და პირველი ვინც შეხვდება აძლევს მოწყალებას სადაყას. ისევ ხმა გავა ხალხში, რომ წუხელ ვიღაცას მრუშისთვის მიუცია სადაყა. თურმე ეს პიროვნება ყოფილა მრუში, რომელსაც ამან სადაყა მისცა მოწყალება. ეს ამბავი ამ ადამიანთან რომ მიაღწევს, ის კიდევ იტყვის, რომ ალჰამდულილლა, მე გულწრფელად ალლაჰის ხათრისთვის გავეცი. ამის იქით აღარ მაინტერესებს. ღმერთმა თუ ეს ჩემი სადაყა მრუშს გაუხადა ნასიბი, ეს ჩემი საქმე არ არის. ამეღამ კიდევ უნდა მივცე. მესამედ გავა სახლიდან და პირველი ვინც შეხვდება, იმას მისცემს სადაყას. ეს ადამიანი აღმოჩნდება მდიდარი. ისევ ხმა დაერხება ხალხში, მithმა მოთქმა წავა, რომ წუხელ ვიღაცას მდიდარისთვის მიუცია სადაყა. ისეთი პიროვნება, ვინც არ არის ღარიბი. მეტი მისაცემი ვერ ნახათ, მდიდარზე სადაყა მიიცემა თუ და ასე შემდეგ ალაპარაკდა ხალხი. ამ ადამიანთან ისევ მიაწევს ეს ამბავი, მაგრამ ეს ამბობს, რომ ალჰამდულილლა, მე ალლაჰის გულისთვის გულწრფელად გავეცი. შემდგომ ეს ადამიანი სიზმარს ნახავს და სიზმარში ეუბნებიან მას, რომ შენი სადაყა ყველა ყაბულია. იმ ქურდმა და მრუშმა ამ გულწრფელად გაცემული სადაყით დაფიქრდა და მოინანია თავისი არასწორი გზა და საქციელი. ხოლო მდიდარმა დაფიქრდა მაგალითი აიღო და ხალხ თვითონაც დაიწყო მოწყალების სადაყის გაღება. ეს რამ გააკეთა თვითონ მუსლიმებო? გულწრფელმა საქციელმა, რომ მას არ აინტერესებდა ვის როგორ და რანაირად. მხოლოდ ალლაჰის ხათრისთვის გასცა და ამ გულწრფელობას ისეთი ბარაკა მოყვა, რომ ყველა მათგანი გამოსწორდა და სწორ გზას დაადგა. ამიტომ ჩვენი სადაყა, ჩვენი ფითრა თუ იქნება გულწრფელი ალლაჰის ხათრისთვის, შეიძლება იმ ადამიანმა ლოცვას და მარხვას დაადგეს. იმ ხელა ბარაკა ჰქონდეს შეიძლება ჩვენს მიერ გაცემულს. ეს დამოკიდებულია რაზე? იხლასზე, ჩვენს გულწრფელობაზე. მაგრამ თუ გამოვეტირებით 12 ლარი რა ამბავია და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ის არც ასეთი სადაყა, არც თავის პატრონს მისცემს ხირს,
გამცემს და არც მიმღებს. ამიტომ უფრო მეტი ყურადღება გულწრფელობაზე გავამახვილოთ, ვიდრე სხვა დეტალებზე. ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ იყაბულოს ყველა მუსლიმის სადაყაც და სხვა იბადეთებიც.